ეს არის ადგილი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. ეს უკვე იცით ძალიან კარგად და მართლაც დაუვიწყარი იქნება ეხლა დღევანდელი ჩვენი შედარება დეგუსტაცია, იმიტომ რომ აი ამ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ამას ვსაუბრობთ გელაპარაკებით და ალბათ იმ მომენტისთვისაც, როცა თქვენ ამას ნახავთ, რაც უფრო მალე ნახავთ, მით უკეთესი, ალბათ ძალიან ცოტა ან ჯერ კიდევ არავის ექნება გასინჯული ის ვისკი, რომელიც სულ ახალია, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს ვისკის მოყვარულები, არამედ მთელი მსოფლიოს ვისკის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ და აი ისიც აქ არის. 10 წლიანი არდბეგი ოღონდ კასტრის სიძლიერის კომითი რილიზი 2026 წლის თეთრი ეტიკეტით ყველა დროის ყველაზე მაღალ გრადუსიანი კომითი რილიზი არდბეგის დისტილერიისგან 61.7 გრადუსი. ხო, მართალი ხარ შენ რა, მე როგორც ვიცი, ჩემი წყაროებით ერთადერთ ადამიანს აქვს ჯერჯერობით ჩვენს გარდა ეს ბოთლი საქართველოში, მაგრამ ჯერ არ გაუხსნია. ხო, დაწერდა. ხო, დაწერდა ჯგუფში ნამდვილად, ხო. ისე დადო, მაქვს უკეო, მაგრამ იმასაც ახლა ხარ ჩამოე. ერთ-ერთი ბედნიერი იყო, ვინც მოასწრო წყვეტა, ხო, ამის გამოწერა. ეს ჩვეულებრივი ათიანი მაინც არ დაგაბნიოთ, შესაძლებლად გვაქვს, ამა ჩავდგავ ცოტა ხანი თუ კიდაც და ამაზეა საუბარი. ამაზე არის წყვეტა მთელ ევროპაში, ჯერ ამერიკაში არ არის, მე მგონი, ნორმალურად შესული გასაყიდად. არ უბრალოდ ამერიკაში გასაყიდად ვერ შევა, საიტზე უნდა იყიდო, ხო? ან დისტილერიაში უნდა იყიდო, პოსტებით არ ჩასულ ამერიკაში ორს არის. მოკლედ ევროპაში წყვეტა არის, ხალხი რაღაც ჯერთი არდბეგის საიტზე იყიდებოდა ერთ ადამიანზე მარტო 2 წელი. მაგრამ როგორღაც მოახერხეს, ალბათ სხვადასხვა აკაუნტებით და ასე შემდეგ და ყუთებით ყიდულობს, მოკლედ ხალხი ესეთი მაგარი კომითი რილიზიო კაიხანი არ ყოფილაო და old school არდბეგი გაგვახსენაო, ძველებული არდბეგიო, მოკლედ ყველა იცახეს. აუ, ერთი სული მაქვს უკვე სასწაული იქნება. ჯერ ერთი ის რომ 10 წლიანი არდბეგი ისეთი კლასიკა, ჩვეულებრივი ვისკი არა. არ არსებობს რა, ჩვეულებრივ ვისკებში, core range-ის ჩვეულებრივ ვისკებში, მე მაგალითად რომ მითხრა რომ core range-ის სამი ვისკი აიღო, ყველოვანი ჩავსვამ ერთს არდბეგაც რა მთელი ცხოვრება სამი ვისკის მეტი არ გქონდესო, ერთს აუცილებლად მაგას ავირჩევდი. იმდენად მაღალი დონის ვისკია დღემდე არ გააუჩეს. ეს რატომაც კომითი რილიზი მოიფიქრეს რომ ეგეთი გამოეშვათ და საიტზე რამდენად გაყიდეს ხო არ გახსოვს? საიტზე გაყიდეს 75 ფუნტად და ეხლა რომ გადაამოწმო ვისკი ბეიზზე უკვე თითქმის 200 ევროზეა ასული. ხო, ძვირია, ძვირი გამოსა კომითი რილიზი ამათი აფი არც ყოფილა. ხო, საშუალოდ 100 ევროა ხოლმე რა, ფასი და ესეც ეგრე გამოდის რა, ეხლა ფუნტები რო გადმოიყო ევროში, პლუს შიპინგი რაღაცა და რა. კაი, გახსენიეს, ხო გახსნებიათ ბავშვები? გახსენი. სხვა რავი ერთი ორი სიტყვით რა, ეხლა აქ ჩვენ ეს იმიტომ მედგა აქ რომ რაღაცნაირად დავაპარალელოთ, შევადაროთ ეხლა ეს აბსოლუტურად სხვადასხვა დონის ვისკია ეს ორი, მათი შედარება თუ რომელი ჯობია არც კი შეიძლება. უბრალოდ ინტერესისთვის ვადარებთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ერთნაირი ისტორია აქვს, ეს არის ჩვეულებრივი არდბეგათი დაბალგრადუსიანი, 46-ია, ხო? 46, რაც ზეპირად ვიცით და ყველას ძალიან გვიყვარს და მე კაცი არ მეგულება რომ ეს ვისკი ტორფიან ვისკებს შორის ძალიან არ უყვარდეს. იქით და ასხი ხო? აქეთ დავდგათ ეს მაშინ, თუ არა? არა. მაინც არ აგვერევა, მაგრამ. პირიქით ესე. ხო, და აქეთ დავასხა მათიანს. სწორად. ის და ასხი, ხო, კაი. იმათანა. ხო და ეს კიდე იგივეა ოღონდ კასრის სიძლიერის, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეგეთი ინფორმაცია გვაქვს. აქ არაფერი კასრების ამბავი არ შეცვლილა, ვინც არ დაკვირვები ხართ და არ იცით, ორივე მხოლოდ ერთ ბურბონის კასრში 10 წლის განმავლობაში დაძველებული ვისკი არის და დანარჩენი შეღებილი რო არ არის და ფილტრაცია რო არ აქვს, ეგეც შეგვიძლია ვახსენოთ აქვე, თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე და არ ვამბობ ხოლმე მაინც და მაინც ფილტრაციას როგორ არ აქვს მნიშვნელობა გემოსვლა შეღებას, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. უკანას აწერია აგერ რომ პირდაპირ ამერიკული მუხის ბურბონის კასრიდან არის ჩამოსხმულიო, არანაირი წყალიში გარეული არ არისო და სლოგანი უკან აწერიათ now we are talking. აი, რაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ რა. მოდი ძველი დავიწყოთ, გავიხსენოთ უბრალოდ. რეცეპტორი გავაღიზიანოთ, თორე რამდენი ბოთლი გაწყდა ჩვენი მუცელი. აი ეს ბოთლი, მაგრამ აქ ძალიან მაგარია რა. ნებისმიერ დროს ყველგან ძალიან მაგარი ვისკია და ეს სხვა კატეგორია არის, მაგრამ ვნახოთ რა არის. ვნახოთ და მე თუ მოგვეწონება, გეტყვით და შემოერთ აქ არის. ეს არის ვისკის მოყვარულთა კლუბის ბარი. სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. აი, როგორ ახერხებენ რომ არაფუჭებენ ამ ვისკის, რა კარგია ეს, ამას ვსუნავთ ჯერ ძველ ჩვეულებრივ დაყენებულ გრადუს ჩამოყვანილ არდბეგ 10 წლიანს.
ნუ რა ვიცი, რა უნდა მოვყვეთ. რა უნდა მოვყვეთ კაცო? ყველას გასინჯულია. ციტრუსებია, ხო? ციტრუსები, ნაცარი, სიმლაშე ნაცარი, სიტკბო ვანილის, ცოტა რაღაცა ყვითელი მოყვითალო ხილის, შეიძლება მოყვითალო ვაშლი და მოყვითალო მსხალი იპოვო, ოღონდ ეს ყველაფერი ლიმონის და ციტრუსის ფორტოხლის უკან, ფორტოხლის ნაკლებად უფრო ლიმონის. და ნაცარი და რაღაც თივის სუნი რა, ბალახ-ბულახის და თივის სუნი, რომელიც არდბეგის ძალიან დამახესე, ძალიან მაგარი სუნია რა. კაი. რისკისაც წერთან ვიდეოს მოდი გადავიდეთ მაგაზე ვერ. ეხლა დაიწყო მთავარი ხალხნო კომიტი რელიზი 10 წლიანი არდბეგი, თვალი მსოფლიო რო ელოდა. ანონსიც გააკეთეს მახსოვს მაგის ფერი მე მგონი ერთია ტილადარე. დიდად ვერ გავასწავლე. ოდნავ უფრო ოქროსფერია კაცრის სიძლიერის. კი, მართალი ხარ. ოდნავ უფრო ოქროსფერია. მაგრამ აი, просто შეადარე როგორი ზეთოვანია ჩვეულებრივ ათიანთან შედარებით. ჩვეულებრივ ათიანს აქვს უკვე ფეხები. ხო. და აქ როგორც წაესვა, აი ეგრე აქვს, ერთი ფეხი არ ჩამოსულა, ჯერ აი ზოლად აქვს თლიანად და всё, გაიყინა, მიეყინა ზედ რა. ეგ შენ ჭიქაში ხდება, არაკაც ხდება. აი შეადარე. კი, აქაც დატოვა ზოლის ზემოთ. ზეთოვანი არის ეს კაცრის სიძლიერის რა. დატოვა ზოლის ზემოთ. აბა ვნახოთ ახლა კაცრის სიძლიერის. უიმედედა, რამხელა სხვაობაა ბიჭო. უიმედედა რა სხვანაირია. როგორი ის არის, ხო? უფრო ტკბილია. უფრო ტკბილია. გრადუსი უფრო მაღალი ცხვირზე საერთოდ არა, საერთოდ არ იგრძნობა გრადუსი უფრო მაღალი. აი მე მაინც ველოდი რა მხოლოდ გრადუსი. ოდნავ სადღაც ცხვირს წამწვავდა და ვიტყოდი რომ აი კაცრის სიძლიერის რადგან არის, ამიტომ ცოტა სპირტი ამოვარდილია მეთქი. ჩემი ფეხები ბოდიში ამ სიტყვაზე. ვერ არ მათქმევინა ეს, იმიტომ რომ ამაშიც კი კაცო, შენ მაგაში ამაშიც არ წავს ამ ჭიქაში. ბევრჯერ დავსვენ, ერთი ხუთჯერ დავსვენე უკვე და ნელ-ნელა უფრო და უფრო მოდის რაღაცნაირი სიტყვა და სიცივე, მენტოლის სიცივე. მენტოლი აქვს, მენტოლი დამახასიათებელია ხოლმე კაცრის სიძლიერებისთვის, განსაკუთრებით ლაშე და ტორფიანი ვისკებისთვის. სპირტი სად არის? არა, საერთოდ არ არის. მე მგონი აუ რაღაც ძალიან კაი კაცშია დაძველებული რა. ანუ ალკოჰოლის საერთოდ არ იგრძნობა, განა ის რომ 62 გრადუსი არ იგრძნობა, ანუ საერთოდ 40 მე მგონი მოის ერთი შევადარო რა. აუ ბიჭო, აი პროფილი მაგრაა დაჭერილი, იგივე პროფილია. იგივე პროფილია, პროსტა, ანუ ბოდიში ამ რუსულ სიტყვაზე, უბრალოდ ალბათ გასამაგებული სიმძლავრით რა. ხო? კაი. ეს პროფილი რო აიღოთ და ამის გამო სიტკბოც იმიტომ უფრო მეტად გვეჩვენება თუ არ ვიცი რა, აი სიტკბო თუ მარტო ლიმონი იყო აქ ის არის ლიმონზე მოყრილი შაქარია ჩაადნება ეს შაქარი და გაწუწნია ეგ რაღაც ეგეთი ეს დატოვა მართლა როგორი ამას წყალიც არ უნდა შეხედე ძალიან ზე ამას უყურე ვაკედა ვერ დაიდახავ თვალად მაგრამ ეს საოცრება აი ესე რომ მოურევდა ზემოთ რო ზოლი რჩება მე ამ ზოლიდან ხო ქვემოთ ფეხები იწყებს ჩამოსვლას აქ არ იწყებს აი რჩება ესე რა მთლიანად დასველებული ჭიქა და всё რა ვაა არა პროფილი იგივეა როგორ დაიჭირეს ბიჭო ზუსტად იგივე პროფილია ერთ-ერთი თან ახლა ეს ორთხელია ესა ეს მთლად იგივე წლის ეს 25-ში არის გამოშვებული ახლა აწერია 25-ის ოქტომბერში ხო ეს ახლა იქნება 2-3 წლის წინანდელი მაინც ხო იქნება კაცო ხო როგორ დაიჭირეს ერთ-ერთი იგივე პროფილი უბრალოდ ზახა ამ შუქში ვერ დავინახავ ემაპატიეთ ჩემი თვალებით აი შუქი არ ეყოფა ეს განათება ახლა მაგ აწერია სადმე 24 თუ ამსულა ხოსმა პარტია სხვა დროს გამოხდილია ერთი წლით ადრე სპირტი სხვა არის გამოხდის პერიოდი სხვა არის მერე გამოხადეს შემდეგ წელს ხო კასრები სხვა არის კასრები სხვა იგივე ხო რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია კაი გასინჯოთ ხო მაგრამ აი ჯერ ეს გავსინჯოთ ხო მაინც რაღაცა ხო რომ შევადაროთ აი ეს რაღაცა მე მაინც მგონია რომ ცხვირზე კი идеალური ვისკია საერთოდ გემოზე მოგწევს სხვაობას არა გემოზე მგონია რომ მაინც დაწოვს 62 გრადუსია თითქმის საადოთ ამ აბა ეს საოცარი ვისკია თავისი ნაცრის აფეთქებით შავი პილპილი ეგრევე და აუ და ესა ხო მოტკბო ლიმონი და რაღაცა ბოლოს სიტყვის ბოლოს თორე ძალიან გემრიელი სიტყვა ძალიან გემრიელი აუ არ მახსოვდა ბიჭო ასკლიანი ხო რაღაც ყოველჯერზე როგორ შეიძლება გამოუცოს ნუ აი რა კლასნია რა დიდი პაუზა გქონდა გაკეთებული გაიგე და იმიტომ ხო მართალია ახლა საუკუნე არ დამილევია ახლა მეც უფ საოცრებაა რა და ძალიან გზელი ფინიში აი ძალიან გზელი მაგრამ წყალიდან დავაყოლე აი მე რა გავაკეთო მენანებმა სიტკბო და პილპილი დამიტოვა ერთად აბა ო და აუ ზუსტად იგივეა უბრალოდ უფრო ინტენსიურად რა ბევრად ინტენსიურად გასქელდა რა იგივე გასქელდა და აუ ამ სისქეში ეს სიტკბო რაღაცა კარგად მოდის რა აბა დავიდა
აუ რა გააშრო. არ წავს. არ წავს ბიჭო სპირტი. ნუ ენა ცოტა იმას ხნა, მაგრამ დაგწვა ენა? არის პილპილის არის, ეგ არის სპირტის წვა. ცხარია. ცხარია, დააკვირდი, სპირტის წვა საერთოდ არ არის ეგა. უბრალოდ პილპილის აფეთქება ძალიან ცხარია. სპირტი საერთოდ არა აქვს სპირტი, არა კი არა და როგორ აქვს 61 აქ? 61 და 7, თითქმის 62 და. ანუ ვაიმე რა გემრიელია. არს, აუ და როგორ გამიბუჟა ენა. აი აფეთქდა რა. იგივე პროფილია? კი. კი. ოღონდ აი ძალიან ზეთოვანი. ძალიან ზეთოვანი. აი ენაზე აგრესიული მაქვს პირში სულ რა არაქია. რა მე ვიტყოდი რომ რამდენჯერაც ძვირს იმდენჯერი ინტენსიურია. კი. საოცრებაა რა. აი ხო იცით ახლა უმეტესობა ვინც ვიყურებთ ეს ჩვეულებრივი არტბეგათი იცით. რამენაირად წარმოიდგინეთ რა кайფი იქნება გაოთხმაგებული, გახუთმაგებული ინტენსივობით და სისქით აი ეს ყველაფერი რასაც ახვდებით. იმიტომ რომ იგივე ზუსტად. ბიჭო როგორი სიტკბო მოაქვს თან ამ პილპილთან და ციტრუსთან ერთად ეგეთი სიტკბო არ ვიცი რა. თან თლათვანილი სიტკბოც არ არის რაღაც ხილებს იპოვი თუ ძალიან დააკვირდები რა. ხილოვან რაღაც მარტოვანილი არ არის. ეხლა ამისგან განსხვავებით ძალიან აი სულ გამოშრალი მაქვს შრალია ხო? წყალსრობის გამოვიდა. შრალია, მაგრამ სისქის გამო. სისქის გამო. ხო, მის მაღალი გრადუსის და სისქის გამო. აი ეს water mouth waterings რო ეძახიან ხოლმე ეგ დაგმართა ეგრევე რა. რა ფინიშია ხოსნა? ეხლა საოცარი ფინიშია. ჩვენი მიზანი არის რომ წყალი გაურიოთ ამას და ჩამოვიყვანოთ 46-ზე და ეგრე ვნახოთ რა მოხდება. აქ აზრი? იქნებ საერთოდ სხვა ვისკი გახდეს. ბიჭო ხო რავი. მე მგონია რომ ჩამოიყვანო აი მე ესაჯობებს. ვნახოთ. როგორც წესი იმათ ესე ჩვენსავით წყლის ჩასხმით ხო არ ჩამოყავთ ხოლმე. იქ სხვანაირად აკეთებენ ამ ჩამოყვანას ურევენ სხვადასხვა ვისკებს. მე რაღაცა სხვანაირად აყენებენ. აი პლომა დავასხი მე მგონი ჩამოვიდოდა რა ვნახოთ აბა. მოემატა მენთოლი. სხვათა შორის უფრო განსხვავებული გახდა ერთმანეთისგან სხვირზე. ხო. ეს კომიტი რელიზი უფრო მენთოლიანი გახდა, უფრო ეს მჟავია ეხლა უკვე ამასთან შედარებით. კი და უფრო ინტენსიური გახდა ეს. რომელი? თეთრი. აი ეს. უფრო ინტენსიური გახდა. ბიჭო, უფრო ტორფიანი გახდა. უფრო ტორფიანი მოდის, უფრო მენთოლიანი. მენთოლი მოდის და ტორფი. მაგრამ სიტკბო ცხვირზე დააკლდა ეხლა. სიტკბო დააკლდა. მაგრამ ამას საერთოდ გაუკრა ცხვირი ეხლა. ამას გაუკრა, იმიტომ რომ იმის ფონზეა. ხო, ამას ცხვირს საერთოდ არ აქვს. მომჟავა აქვს ამას ცხვირი, ხო? ეს იმჟავაში ნაკლებად წავიდა. წავიდა, მაგრამ სულ ოდნავ წავიდა. მოდი გავსუჩით მარტო ეს იმას აზრი აღარ აქვს, ხა წყალგარეული უბრალოდ. ვა. მაინც კაია. რამდენი წყალი დავასხე. ოღონ პილპილი გამოჩნდა ძალიან. პილპილი კიდევ უფრო ცხარე გახდა. კიდევ უფრო წინ წამოვიდა პილპილის გემო. სიცხარე წამა მეტი ქონდა. სიცხარე დაგმა პილპილის ხო გემოც აქვს სიცხარის გარდა. გემო წამოვიდა კი. გემო აქვს პილპილის. აი სხვადასხვა ფერის მარცვლები რო არის პილპილის და რო ფქვავ რა და რაღაცა თავის ყველასო თავისი გემო აქვს. აი რაღაცა ეგეთი. კი, საინტერესო კარგი დასალეველი ვისკია, მაგრამ სიტკბო წაიღო იმ წყალმა რა და სიტკბო აღარა წყლით, ხო? სუფთა ჯობია. კი, სუფთა ჯობია. კი, ჯობია. კარგია წყლითაც, თუ ვინმეს მაინდა-მაინც გაზავება გინდათ და ექსპერიმენტისთვის კიდე რამე სხვა გემოების აღმოჩენა, მაგრამ ნუ ის ნამდვილი ჯობია, ის ნამდვილი კი არა და ხო, გაუზავებელი, იმიტომ რომ არ სჭირდება გაზავება, არანაირად სპირტი. ოდნავაც ერთი წამითაც თუ კარგად მიცნობთ და მიყურებთ, კარგად ისით, რომ რაც არ უნდა მაღალი დონის ვისკი იყოს, ოდნავ მაინც თუ არის ამოვარდნილი სპირტი, მე ამას ვამბობ რა, იმიტომ რომ ითვლება რომ პატარათი გაიქცათ. შეიძლება სასწაული იყოს ეგ ოდნავი ამოვარდნა აპატიო, მაგრამ ბუკეტინა სპირტის ამოვარდნა, როდესაც შენი რეცეპტორები იგრძნობს სპირტს, რომ ცალკე ზემოდან წვავს ზედმეტად. ეგ მაინც რაღაც პატარა მინუსი არის და ხშირად არის, მაგრამ თუ ცოტათია არა უშვებ, მაგრამ აქ საერთოდ არ არის. აი საერთოდ არ არის რა და არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, სასწაული ვისკია, ძალიან კარგი ვისკია, წარმოუდგენლად კარგი ვისკია. თავის ფასის მიუხედავად. აი ნახე, მე ხო საბოლოო ჯამში რამდენჯერ მიქავს კაი ვისკია, მაგრამ ეხლა 200 евро და რა ამოვიდა და ხელზე და მეორადი ბაზარი და 200 евро სიტყვაზე ვთქვი. მაღალ ფასს რო დაუპარალელებ ხოლმე და ეგრევე რო ქულას ვაკლებ ხოლმე მაგის გამო რა და აქ არა ძმაო, არანაირად რა. საიტის ფასი რაც არის მაგისთვის იდეალური ვისკია და აბსოლუტურად ღირს რა და ეხლა მეორადი ფასი არ ვიცი მე რა იქნება. მე შეიძლება ეხლა ასე 500 ევროზე ავიდე თუ აღარ გამოუშვეს არასოდეს. ის ფასი არ ითვლება. 60 რამდენი 75? 75 ფუნტი. ანუ 90 евро დაახლოებით რა. მაქსიმუმი ხო. აუ, სასწაული აღარ დაუვთ.
თან უფასო მიტანა. 50 евро იზღირდა, რა ქვია. ის ლიტრიანი კი მაგრამ ხო, სხვა კლასია საერთოდ, ხო. ცუდი გარეთ კაცო ის გემრიელად ისმება, მაგრამ ნუ ეს სხვა კლასია, სხვა არის. ძალიან ღირს ორჯერ მეტი ფასი ამაზე, უხეშად რო ავიღოთ, ორჯერ მეტი გამოდის, შეიძლება ცოტა მეტით. მაგრამ დაახლოებით ორჯერ მეტი გამოდის. ჩვეულებრივი 10-იანი 45 ევროს ნაკლები არ ღირს კაცო. ხო და არბეგის საიტზე იგივე ფასი ღირდა ოღონდ ფუნტებში 42-43 ფუნტი და ეხლა ნუ გეუბნებით ორჯერ ძვირი ღირს და 4ჯერ ინტენსიურია, 4ჯერ სკელია, 4ჯერ მეტ კაიფს გაძლევს, მეტი რა გავაკეთოთ. ძალიან გემრიელია. გასინჯეთ ხალხო, გასინჯეთ და თუ ან გამოიწერეთ დადგით თაროზე, აქ მოდით გასინჯული გექნება და ეგ რა. სანამ არ. ხო, სანამ არის. გამოიწერეთ არხი, გაწელუნეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყრობილთა კლუბი. იო.